crisis. The global democratic community itself is tackling ძალიან სერიოზულად მუშაობს ევროკავშირი დღეს იმაზე, რომ სწორედ სანქციები, რაც არის მათი ერთადერთი რეალური ინსტრუმენტი, არ გავრცელდეს საზოგადოებაზე, რომ არ დაისაჯოს ის საზოგადოება, რომელიც იციან არის პროევროპელი, არამედ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ჩვენი გეზის შეცვლაზე და ევროკავშირთან ამ ტიპის დაძაბულ ურთიერთობის შექმნაზე. ეს არ არის სანქციები, ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის ახალი მექანიზმი, რომელიც მისცემს ევროკავშირის საშუალებას, რომ განასხვავოს, არ დასაჯოს საზოგადოება და დასაჯოს ის პირები, რომლებიც არიან მართლაც დასაჯდელი. we have seen some recent elections reach into the information space and political system. მე მგონი, რომ არასწორი მოლოდინები აქვთ, ეს ასე არ არის, რომ ჩეხეთი შეიცვლის თავის პოზიციას ჩვენთან მიმართებაში, რუსეთთან მიმართებაში, უკრაინასთან მიმართებაში. ეს არის ისეთი ძირძეული პოზიცია ჩეხეთის და მოსახლეობის აქა ძალიან ყურადღებით არიან და აქვთ თავიანთივე გამოცდილება რუსეთის. ასე რომ მე ვიტყოდი, რომ ძალიან ზემოლოდინები მოექნებათ ამ არჩევნებიდან გამომდინარე. ეს არის იმისი დასტური, რომ საქართველოს რჩება დღის წესრიგში ჩვენი ევროკავშირის პარტნიორებისთვის, რჩება და მე იმედი მაქვს და ამაზე ვცდილობ, რომ ვიმუშაო, რომ უფრო მეტად იქნება კიდევ დღის წესრიგში. ეს ყურადღება არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, რომ ის საზოგადოების ნაწილი, რომელიც იბრძვის ყოველდღიურად და დღეს უკვე 319 დღე არის, არ არის მიტოვებული, არ არის მივიწყებული. და თქვენი საშუალებით მზია მაღლობელს მოულოცო ეს ჯილდო და გამარჯვება, რომელიც არის ყველასთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მისთვის პირველ რიგში და ამითი გამოჩნდა, რომ ნამდვილად არის ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო.